დღეს თბილისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა. 3 დღის განმავლობაში ფორუმში მონაწილე ევროპის 15-მდე ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებისა და საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლები დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაკაჩვის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა მონაწილე ქვეყნებს დაეხმარება თავიანთი კანონმდებლობა საერთაშორისო დაბეგვრის ახალ გლობალურ მიდგომებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა გახსნა, მოგვიანებით კი ნოდარ ხადურმა სამინისტროში შეხვედრა გამართა ფორუმის ორგანიზატორ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორთან. შეხვედრაზე ორგანიზაციის ინიციატივებზე ისაუბრეს, მათ შორის არის საგადასახადო ნორმების დახვეწა, რომელშიც საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იმ საკითხებზე, რომლებიც საგადასახადო პოლიტიკას გადასახადებისაგან თავის არიდებას ჩრდილოვანი ეკონომიკის პრევენციაში შეეხება. ვფიქრობ, რომ მეტად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველო იქნა შერჩეული ამ ორგანიზაციის მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი ამ მიმართულებით საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების. ერთ-ერთი ინიციატივა საგადასახადო ინსპექტორების საზღვრებს გარეშე შეეხება, რომლის ფარგლებში წევრმა ქვეყანამ შეიძლება დახმარება მოითხოვოს და ჩვენ მას გამოვუყოფთ. იმისთვის, რომ საერთაშორისო კონტროლირება ტერიტორიებზე დაიხვეწოს საგადასახადო ორგანოების მუშაობა და ეფექტიანობა. აქედან გამომდინარე საქართველოს მონაწილეობის საკითხს ყველა ქვეყანა დადებითად აფასებს.